Марджус, добрый вечер. Сицилия, Кевирин, Симон, добрый вечер. Прохладно что-то в Киеве, блядь, прохладно. Вообще в Украине прохладно стало. Короче, завтра буду в Ивано-Франковске. А послезавтра буду в Румынию, в Бухаресте. А потом с Бухареста поеду в Германию, а с Германии в Польшу. Вот такой мне надо путь проехать, представляете? Как вы думаете? Кайхарит. Зура, диди марлоба, кайхари, брат. И цоцхле. Асетиан бабия. გამოიწერეთ ჩემი აკაუნტი, აუცილებლად გამოიწერეთ, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი. Салами, Ика. Აი, ვისაც გაქვთ რაიმე ჩემთან ეს რაიმე კითხვები თუ გაქვთ, მომწერეთ და გიპასუხებთ, იმიტომ ყველას ვერ ვპასუხობ, ძმაო, იქ რომ წერთ, ყველას ვერ ვპასუხობ, მიჭერს ამდენი წერა, სკოლაში არ დამიწერია ამდენი ამის დედავატირე, რასაც აქანე ვწერ. დევიღალე, სიმონ მაგის ნაწერი და პასუხების ნაცემი. Здорово, Дуду, здорово. დევიღალე, სიმონ, ესე იგი აი Facebook-ში პასუხების ნაწერი. დევიღალე. სკოლაში არ მიწერია ამდენი მაგის დედავატირე, სკოლაში. Здорово, Усман. Салам алейкум. Зеки, ვა, ზეკი არა ვარ, მე არა, უკვე ზეკი დამთავრდა ზეკობიე, всё. ზეკი გაიარე. მისამართი შეგეშალა. ისე რა მინდა ვთქვა, იცი დღეს იმ ბიჭმა მომწერა, სიმონ, იმ ჟანომ, რომ შეურაცხყოფა მომაყენა. Рустамбек, салам алейкум, брат. და იმ ბიჭმა სიმონ მომწერა და ბოდიშები მომიხადა მაპატიეო, ძმაო და მიმიტევეო და მე ვთხარი რაზია საუბარი, брат. всё. Разия, Саубари. У Ташаева ничего не получится. У Ташаева получится ташаклар ему в глотку, в рот. Ташаклар. Пусть Ташаев мне позвонит, я ему помогу решить вопрос, чтобы его не... Ой-ой-ой, какое кофе. Какой кофе? Ара, Вася, какой кофе? Пальчики оближешь. Арамишавс, Усман. Пойдет, Роитвуен, Арамишавс. Дидеба упалс, брат. Нелнела. Хмертис халобит. Хоიც რაფერი ტყვიან, ღმერთის წყალობით. დიდება უფალს. სიცივია ბიჭო, ამის დედავატირე, ხო იცით? უკრაინაში აცივდა. იმ წლებს გაუმარჯო სკოლაში რო სწავლობდი, გაჭირვებული დრო იყო, მაგრამ ერთობა იყო. მაგაში 1,000,000% ხარ, ბრატ. ერთობა იყო, კაცობა იყო, ვაშკაცობა იყო. და კაც სიმონ კაცი სიტყვას რო იტყოდა,
იმ სიტყვის ატვიჩაი იყო მაგის დედავატირე. ახლა როა ისე კი არა რაც უნდა იმას ამბობენ და რაფერაც უნდა ისე იქცევიან. მასი არ იყო კაცობა, ვაჟკაცობა და ადამიანობა. Ребята, если кто-то есть русскоязычные, говорите, пожалуйста, чтобы я понимал, что вы не понимаете по-грузински, и я буду иногда по-русски тоже говорить. Я не хочу в этом ТикТоке больше делать прямой эфир, потому что ТикТок это вообще не годится. Мне не нравится ТикТок. Вот, Facebook, самый нормальный. Ставьте лайки, ребята. Да, лайкет, да, лайкет. Да, рамцупромец, да, лайкет. Митупро, ჩვენი პირდაპირ ეთერი უფრო კარგად გოუბერავს, როგორც საჩხერეს პარავოზი. სამტრედიის ლოკომოტივის დეპო. გაუმარჯოს, ყველა კაი კაცს გაუმარჯოს, შემოგევლეთ. Эти допасеба его. Деньги верни людям. Каким людям вернуть, Геннадий? Деньги. Каким? Каким? Кому? Кому вернуть? Какие лавы? Кому? По сути, говори, я тебе отдам ответ. Которое не твое, у меня чужого нету. У меня все свое. Геннадий, ты тут интриги не плети, блядь. Понял? У меня чужих лаве нету. Это вранье все, это интрига. Тапlis гадагдების ვიდეოები არის ძმაო დადობილი და ყველაზე პირველ რიგში რა უნდა გააკეთოთ, ვისაც გინდათ მოცილება თაფლის. პირველ რიგში ჩემო ტკბილო ხალხო, თქვენ თავში დაილაპარაკეთ და თქვით, რომ მე მინდა მოცილება. აი მე მინდა რომ მოვიცილო. ღმერთო, მომეხმარე რომ მოვიცილო, მე შევეცდები რომ მოვიცილო. აი პირველ რიგში ეს. მეორე, დოზა უნდა დააგდოთ. აუცილებლად უნდა დააგდოთ დოზა. უნდა დაიყვანოთ მინიმუმზე. მინიმუმზე როგორ? დაუშვათ, ჩაგივარდათ 0.5. გაყევით ეს 0.5 3-ად. გაიგეთ? 1/3 აიღეთ. დალიეთ, არ გაიკეთოთ. გახსენით წყალში, თბილ წყალში ჩაასხით ჩაიში და ჩაისთან ერთად თაფლთან ერთად დალიეთ, რომ სიტკბო კონდეს და ის გაიხსნება. იმას დრო უნდა 9 საათი, 40 წუთი, 1 საათი, მაგრამ გაიხსნება, პალუბომუ გაიხსნება, პალუბომუ. ამიტომ ჯერ დალიეთ 1/3. აი 0.5 თუ ჩაგივარდათ 3-ზე გაყევით და 1/3 დალიეთ, ორი ნაწილი შეინახეთ. აცალეთ 24 საათი, ბიჭებო, 24 საათი დაგიკაებს, ვარიანტი არ არსებობს. მეორე ნაწილი ეიღე, ისევე გახსენი ჩაიში და დალიე. და აცალე 2 სუტკა არ იქნები ცუდად.
გაიგეთ? მერე მესამეს რო დალევთ, უკვე შეეცადეთ 2 სუტკაზე მეტი გაიტანოთ. და ეგრე. Геннадий, иди, ты знаешь куда? Тебя вон уже послали. Какие деньги? У меня денег в помине не было. У меня деньги, самое большое, что было, это $500 вместе. У меня больше $500 денег в помине не было. Ты какие-то деньги у меня просишь. Я даже не знаю, кто ты такой, Геннадий. Баро. Раз визам, брат, пулс მთხოვს, ზაგერ ვინც ხარ, პულს მაწერ, ზგონია სიმონ. ეს გენადი ვინჯანდაბა, რა ვიცი, ვინჯანდაბა, კითხე აბა. ფულიო მერგებაო, შენგან და მომეციო და. რა ფული გერგება, მე ვეუბნები და არ წერს. Геннадий, ты здесь пиши, фантазируй, хоть что хочешь. Мне так это вообще параллельно, твоя писанина. Я даже тебя не блокирую, видишь? Пиши. Собака лает, а караван идет. Бердо, რა ის ჩოხა, ბიჭო, რა დროის ჩემი ჩოხაა, უკვე დავბერდი. ხვალეთ უზეგე შეიძლება გასასვენებელი ვიყო. რა ის ჩოხა? რამაზიკო, გაიხარე რამაზიკო, დიდი მადლობა, შემოგევლე. Иди, мадлова. Сколько ты мне дал денег, хоть напомни, чтобы я вспомнил. Сколько? 500? 500? Чего 500? Чего? $500 чего? Гривен? Или рублей? Гаумарджес. Равици, брат, равици. Спасибо за лайки, спасибо. Ты знаешь Тео? Кто такой Тео? Я вообще не понимаю, о чем ты говоришь, Геннадий. Магия, брат, შემოსული აკანე? Შემოსული აკანე, რომ ვითომ იგი რა ქვია? скомпрометировать меня. Но меня скомпрометировать невозможно. У меня такая безупречная репутация, что меня скомпрометировать невозможно. Невозможно. Заза, здорово. Сколько? 500 чего? Каких денег 500? Каких? Гривны? Или рубли? Или чего? Я не знаю. Gaixare. Bozebizjinaze Georgi Xutianze var, brat. Pivიყავი ცხონებული გიას გასვენებაში, მაგარი კაცი იყო, ძმაო გიას ნაირი ბრადიაგა კაცი, დღეს
ძალიან ცოტაა ბრატ ძალიან ცოტაა გია იყო ისტინი ბრადიაგა ისტინი დედას პიცავარ მის საფლავს ვენაცვალე და მის სულს ვენაცვალე მაგარი სიმონ მაგარი კაცი გია გავიცანი მოსკოვში 2003 წელი იყო თუ 2002 არ მახსოვს სიმონ წევით მე და ბიჭებმა მოსაპარად ვანელებს ვახტი ვანელებს მოსაპარად და მოსკოვში მე ტრისტანიე და ბეჟანიე იყო ყომარბაზი რაგვარი იყო ბეჟანიე ვანელი სიმონ დამავიწყდა ყომარბაზი მელოტი ტიპი იყო წამალი უყვარდა სიმონ სასწავლად რა წევით მოსაპარად მე ბეჟანიამ და ტრისტანიამ შევედი რესტორანში სიმონ შემომყვა ბეჟანიე ტრისტანიე რულზე იჯდა დავხედე გოიმი ზის დაუჯექი გოიმს ბანც hop არი ამოუგდე საფულე და ჯიბეში გვერდზე ჯიბეში პიჯაკში უდენა ტელეფონი მაშინ პატარა ტელეფონები იყო მოდაში სიმონ ასეთი პატარა საკაიფო ტელეფონი იყო სიმონ სონი ერიქსონი ქვიოდა თუ რაცხა ყვითელი იგი ქონდა და პატარა ანტენა ქონდა ასეთა საკაიფო იყო სერებრისტი ფერი ამოვაგდე მაი ტელეფონი და წამევიღე და გიაემ დაინახა ტელეფონი მაგი შემხედა მე ვედით დიმიტროვკაზე იყო იქანის მონ ავტომატებში შევედი სიმონ გევიცანი გია ეცხონებული იგი დაგი რაცა და დაინახა ტელეფონი და ურასაკაიფო ტელეფონი მოთხარი არ კონდე შენ მეოთხარი ჩუქნიტკო გადეირია რა გოუსტორდა იცი მაგრამ ბაღანას ვაჩუქებო ჩემ შვილს ვაჩუქებო მეოთხარი აჩუქეს მაო ვისაც გინდა იმას აჩუქე მე გაჩუქე და შენ რაც გინდა იუქენ მარა ერთი რაღაცას გეტყვით დიაე ძმაო თვითონ დარბოდა მოსაპარად მაგი სიმონ მისით გამევიდოდა მოსკოვში და დავაე დადგებოდა სიმონ დაახტებოდა რეის იწოდა მაგას რეისები იწოდა ეკანე შევიდოდა სიმონ და წევიდოდნენ მაგი და მაგას ერთი დაყობოდა კიდო და რასჯი პირობდნენ იცი და ხომე იპარავდა ფულებს მე ვიდოდა მე უკან ისევე ავტომატებში და ყველას ეხმარებოდა ბეჟანიე ხურციძე იყო ბეჟანიე ვანელი არმა ტრისტანიე იყო ხურციძე ცხონებული აცხონოს უფალმა მარა ბეჟანიე არ მახსოვს მაი რა გვარი იყო სიმონ მაი ხურციძე რა იყო არ მახსოვს ბეჟანიე რა გვარი იყო სიმონ ბეჟანიე დაიბრიდა მოსკოვში არ ვიცი რა მოუვიდა სიმონ გონია წამალმა დაბრიდა ბეჟანიე იყო ყომარბაზი კაზინოებში დადიოდა მაიდან ავტოიევანსკი და არ უშობდნენ დედასპიცავარ მაგენს არ უშობდნენ მაგენი მოსკოვში მუშაობდნენ დაგდებაზე რო უგდებენ ხო იცი რომ მიდიხარ და უგდებენ და გოიმი მოდის უკან და იღებს ყველას ვიცნობ მე მოსკოვში ვინც მუშაობდა და ნავიდუ იყო ყველას მომისმინე დავითაშვილო ბრადიაგას შენ რო ეძახი ლოთს ეს არ არის სწორი ლოთი კაცი მე მესმის შენ გონია ბრადიაგა იგი ახლა ლოთი როდა მთვალი როა და ჩაფსმული ჩაჯმული და წუჭყიანი რო დადეს მაგია ბომჟი საწყალი არახში ხო იცაფერა სიმღერა სამი დალიე შეგერგება არ დაითურები სამზე მეც დალევ იქვე ეშმაკად გადაიქცევი მაგია მაგი
ხო და ბრადიაგა კაცი არის ქუჩაში რო ცხოვრობს და ქუჩაშია და მოპარვით ცხოვრობს და ქურდებთანაა 24 საათი და ნავიდუა და აკეთებს კეთილ საქმეებს და ყველა იცნობს და ყველა პატივცემს მისი მოქცევებით და მისი პასტურკებით და მისი ვაჟკაცობით, მისი სიტყვა პასუხით. ეგია ბრადიაგა. ბრადიაგა აუცილებელი კი არა რომ ქურდულ ოჯახში შევიდეს. ბრადიაგა კაც ობრაჟიზმია ეს ცხოვრების ქართულად რაფერ ვთქვა ზუსტად ობრაჟიზმი რაფერაა ქართულად სიცოცხლის შენი ცხოვრების ის არის რა ქვია აი ეგეთი ცხოვრება გაქვს შენ გაიგეთ ხო და მაწანწარა კაცი მოხეტიალე კაცი ქუჩაში როა სულ და ქუჩაში როა და სახლი არ აქვს, კარი არ აქვს, ცოლი არ ყავს, შვილი არ ყავს და არავინ. ასე იყო და ახლა პროსტა შეიცვალა ცოტა დრო. ხო და არიან ბრადიაგები, ასე ცოლებიც ყავენ, შვილებიც, ოჯახებიც, ყველაფერი, მაგრამ ცხოვრება აქვენ ბრადიაგული. გაიგეთ? ხო, და ესეთი ცხოვრების წესი აქვს. კაც, აქ მისი კრედო, აქ მისი რაღაც დაუწერელი კანონებით ცხოვრობს ადამიანი მისი დაუწერელი კანონებით იმ კანონებში შედის благородство справедливость честь совесть порядочность როიტყვი აკეთებ კაცი დარბის და მოპარვით ცხოვრობს ну საქმეებით რა კი არ დადის ხელფასზე კი არ აწევს ხეს მაგრამ მაგის რიცხვი კი არა ხელფასზე შეარული და პროსტო ხელფასზე ვინც დადის და აწევს ის ბრადიაგულად არ ცხოვრობს ის ცხოვრობს მუჟიკურად მუჟიკი კაცია მაგრამ მუჟიკი შეიძლება იყოს რომელიც ოჯახი მუშაობს და რაღაცა და პატიოსანი კაცია და ვაჟკაცი კაცია და პატივისცემა აქვს მაგრამ შეიძლება მუჟიკი იყოს ისეთი რომ ქურდებთანაა დღე და ღამე მერე რა მაგის ცუდი რაიმე კი არა მაგის ადამიანზეა დამოკიდებული შენ არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის კაცი ხარ შენ თუ პატიოსანი ვაჟკაცი კაცი ხარ და შენი სიტყვა პასუხი გაგაჩნია და შენი მეობა გაგაჩნია და ხალხი გიცნობს არა აქვს მნიშვნელობა შენ რანერი ცხოვრებით რა პროფესია გაქვს შენ მე დაჟე მეც გეტყვით ადრე საბჭოთა კავშირი რო იყო და რომ საყომაროდ გროვდებოდნენ სამტრედიაში რაიკომის დივანი მილიციის უფროსი ცეხავიკები ბრადიაგა კაცი ქურდი კაცი არ ქონდა და ხომარობდნენ და ხომარზე ახლა სუფრაზე იგანე ხომარზე არ იყო იგი რომ იგი იგია და ეგია და იგი თამაში მიდიოდა და მოდიოდა თამაში დაჟე ქუთაისის ციხეზე რო ვიყავი მეც მოგიყვებით მე-9 ნომერი კამერა იყო დაბლა ასუჟდიონკა იქ მოდიოდა ყომარი და რეჟიმის უფროსი იყო ეგეთი ლუკმანიანი იყო გვარად სვანი კაცი მაგრამ მაგარი კაცი იყო შემოდიოდა ძმაო და დაждდებოდა და ყომარობდა პეწოჟდებოდა საყომაროდ იგი იყო ერთი სამტრედიელი იყო რას უძახოდნენ ავთოიე სიმონ მაგარი ყომარბაზი იყო მაგი სიმონ და აი ლუკმანია ჟდებოდა ერთი 5-6 კაცი იმენა ყომარბაზები და ჟდებოდნენ და ყომარობდნენ მაგრამ იგი იყო რა ქვია რეჟიმის უფროსი იყო და იგი ესე კი არავინ წააგებდა გარი იხტიდა მე იგებდა მოკიდებდა ხეს იღებდა ასე ხო და ამიტომ ვეუბნებით შენ არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის კაცი ხარ შენ თავარი არ კონდეს ბოზური გაკეთებული და სისხლში ქურდულ სისხლში არ კონდეს ხელი გასწრილი ადამიანურ სისხლში და არ კონდეს გაკეთებული ეს ჩაშობილი არ ყავდეს ხალხი დაჭერილი არ ყავდეს აი ესეთი რაღაცა არ უნდა კონდეს ცხოვრებაში გაკეთებული ეს არის პატიება ახლა შენ შეგიძლია პადელნიკს
დაუშვათ პადელნიკმა თუ ვერ გაუძლო პრეს და ჩაგიშვა შეგიძლია აპატიო და არ მოყვე არ გააბაზრო ნუ მოხდა ვერ გაკაჩა პრესებს ვერ გაუძლო მე მინახია ესეთი რაღაცა და გამიგია გაიგეთ ხო და მაგი იმას კი არ ნიშნავს რომ მაგი პადელნიკის საქმეა თუ უნდა პადელნიკი აწევს მაგ ბაზარს თუ უნდა არ აწევს პასტარონი ვერ ეტყვის ვერაფერს რომ შენ თუ ბაზარი არა აქვს აწეული პადელნიკს ასე რომ რა ყველაფერი არის დამოკიდებული ადამიანზე შენზეა დამოკიდებული შენ როგორაც წაიყვან შენ ცხოვრებას ისე მოგექცევა ყველა ბრადია გაკაცი რატო აიცით ერუდირებული და ინტელექტი აქვს წესი კაი ბრადიაგები რომ იჯდნენ კარცერებში კითხულობდნენ გეიგი ახლა თუ აძლევდნენ საშუალებას წიგნის იქანე კარცერში რა უნდა ქნა და კითხულობ წიგნებს და სამასწავლო ახლა წიგნებს რო კითხულობ და რო ტვინი ცოტა გახსნილი გაქვს და რაღაცას ინტერესები მე რომ მეუნები ნაგანერა აი პოლიტიკაში რომ იძრობიო და იგი ბიჭო კაცმა პოლიტიკაც უნდა გესმოდეს ფეხბურთიც უნდა გესმოდეს კალათბურთიც უნდა გესმოდეს ქუჩაც უნდა გესმოდეს მუსიკაც უნდა გესმოდეს ისტორიაც უნდა გესმოდეს და ვაფშე უნდა იყო ყველანაირად მოაზროვნე ადამიანი თუ არა მარტო მოპარვის გარდა არაფერი არ ვიციო მეტი მაი რა აია მან იაპონჩიკა რომ მოფრინავდა იაპონჩიკა რომ მოყავდნენ ამერიკიდან მოსკოვში სამალიოტში ეჯდა ხალი გვერდში და ამ ქალმა რა თქვა იცით რო არ დამენახაო რომ ნარუჩნიკები ქონდა ხელზეო ისეო მელაპარაკებოდაო მე მეგონა ვიღაც პროფესორი იყო მარა ნარუჩნიკები რო ქონდა მივხვდი რომ პრესტუპნიკი იყო გაიგე თორემ ისე ლაპარაკობდაო პროფესორი მეგონაო და თქვენ რა გონიათ ქურდები როგორი ნაკითხი და ნასწავლი ხალხია იცით აზო აცხონოს გამჩენმა ხუთებზე სწავლობდა წითელი მედალი დაამთავრა სკოლა და მარტო აზო არა რამდენი ვიცი გაიგეთ ეს მე ვიცი აზოს მონაცვლიდან მაგან მომიყვა რომ შალვოვიჩმაო სკოლაო დაამთავრაო მედალზეო მაგარი მოსწავლე იყო სკოლის დროსო ესიკა მდინარაძე აცხონოს უფალმა ესიკა იყო დათოე ნადირაძეს პადელნიკი შუს გომარჯოს ღმერთმა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებ დათოიას მაგარი კაცია დათოიამ რა იწვალა იცით რა სროკები აქვს მოხტილი და ესიკა ბესოეცხონებულის კობრავას ახლობელიც იყო და მაგენიდან მაგ მონასმენი და განაგონი რომ მაგენ ჩემზე უფროსები არიან რომ მაგარი ჭკვიანი კაცი იყო ესიკაო მაგარი ახლა მე არ ვიცი სიმონ მაგრამ დედა რო გარდაეცვალა ესიკა ძებნაში ყოფილა და არ ვიცი მართალია თუ ტყულია თუ მაგი ახლა ეწოდინება მისახლობლებს ისე მისულა გასვენებაში მოუხტია სამძიმარით და წასულა ძაღლებმა ვერ მიხვდნენ სიმონ აბა განათლება მე რატომ ვეუბნები ახალგაზრდებო
იყავით განათლებული, მიიღეთ განათლება, ისწავლეთ. სანამ გაქვთ საშუალება, ისწავლეთ. ენები ისწავლეთ. რაღაცა გაერკვიეთ რაღაცაში, რომ დღეს იმისთანაც ცხოვრებაა მოსული, ჩემო ტკბილო ხალხო. დამთავრდა, აი უკვე მოპარვა და იგი დამთავრდა. უკვე ვერ იჯიბგირებ. ადრე რო იყო, რო დადიოდნენ, ჯიბგირობდნენ და ქუთაისის ვокзалზე, ავტოვокзалზე იქანე ვასიე იყო, ვასიე ერთი ჯიბგირი, დაფერ მახსოვს. მოვდივადი საწყეიდან, ხონა შევიარებ. და იქანე გივიცანი სადგურში. ვინცღამ გამაცნო, არ მახსოვს, ვინცღამ ახტა. და იმან იცნო. და ზდაროვა, და მაგენ იქანე იყვენ, მთელი აი ჯიბგირები. მაგი უკვე სხვა დროა. ერთხელ მახსოვს ჩამოუფრინდი სოხუმში. 87 წელი იყო სიმონ, ჩამოუფრინდი სოხუმში. სოხუმიდან წამივედი ავტობუსით სამტრედიაში, თუ 88. და გზაში, კაროჩე, ავტობუსი გაჩერდა. და გეიღო უკანაკარი და ერთი ბიჭი გარახტა და წევიდა სიმონ. და არ გასულა 2 წუთი და ატყდა კივილი ავტობუსში. იკარუსები რო იყო. გაკაჭა იმ ბიჭმა ფული და გარახტა და წევიდა. პადელნიკმა გოუღო გარიდან კარები და გარახტა და გარეკა. დღეს უკვე მაგი არაა, უკვე всё დამთავრდა მაი. დამთავრდა. დღეს უკვე არაა მაგი, მაი ჯიბგირობა და იგი უკვე ნელ-ნელა კვდება. დღეს უკვე ხალხი იპარავს ინტერნეტში ფულებს. გეიგეთ? უკვე არა, აი ადრე რო იყო, გეირჭობდი ფონკას და აფხოძზე დადიოდნენ მოსკოვში. დამთავრდა მადრო. დღეს უკვე ახლა მასეთი რაღაცები არ კეთდება. ჯერეთი ვერ შეხვალ. ყველა სახლებზე დგანა კამერები, ყველა სიგნალიზაციები, ყველა ბებიები ჟილარიან, იმისთანა სიგნალიზაციებია პიზდეც. ტელეფონები აქვენ და პირდაპირ უჩასტკოვისთან აქვენ ზარი. ერთი კნოპკიანი ბანც, ალო, ჩუჟიე დომა. უი მოვარდება უცებ. იქვე. ამიტომ ბარსელონა, მომიკითხე ბარსელონა, ლალი გამარჯობა, ლალი რა ვახარ, ჩემო დაია. მომიკითხე ნოდარჩიკე, მომიკითხე შოთიკო, მომიკითხე ყველა ანუშკა, ყველა მომიკითხე. იმისთანა კაი ბაღნები ყავს, შვილიშვილები, ესე იგი დედასპიცა ვარ მაგარი. ღმერთმა კარგად გამყოფონ. მე თქვენ ოჯახში ვიზდებოდი. ჩემი გიულბებიე, ჩემი შოთა ბაბუე, მან მაგენის სულს ვენაცვალე, მე და მაგათი საფლავს ვენაცვალე. ხო და იქით მარგალიტე და რა ვიცი, რანეირი ხალხი, დედასპიცა ვარ, რო ვიხსენებ ხანდახან წამოვწევი და ბაღნობას რო ვიხსენებ აი სამტრედიას და აი მეზობლებს და იგენს დედა თვალებს და ცრემლები მადგება. გაიხარე, დავიდოვიჩ, გაიხარე. დაალაიქეთ, არ შეიზაროთ, დაალაიქეთ. რაც უფრო მეტი ლაიქები იქნება, მით უფრო კარგად გავა პრიამო ეფირი. ყავას ურახუნებ, აგერ თურქულ ყავას. ჟანგიან ყბას უკეთებს მასკას. დედაჩემი მანახოსკენეთი და დედაჩემი გამოჯამთელდებოდეს, ცოტა არ მინდა მეტი არაფერი. დედასპიცა ვარ, სანატრელად გამიხადენ. Привет. Нормально. Я сейчас в Фейсбуке, в прямом эфире. Я закончу базарить и наберу тебя. Ты дома? Да, дома пока. Я завтра еду уже в Европу. Добро,
Ты видел, наверное, Бухенвальде был? Да, я видел. Я заеду обязательно к тебе во Франкфурт. Обязательно. Давай, брат. Давай, маякнешь, как освободишься. Давай. Хода, короче говоря, დედაჩემი მანახა ერთი სიმონ ერთ შემომიყვანა სამტრედიაში ერთი კვირით ქუჩაში არ გარავალ. სახში ვიქნები, მაგრამ არ ესმიან და გააგონეთ იქანე მთავრობას გააგონეთ რას მერჩიენ. რა უნდენ ჩემგან ერთი ბლოგერი კაცი ვარ სიმონ და საქართველოს მე არ ვაგინებ. ქართულ მთავრობას მე არ ვერჩი. ხოდა პრუცინს თუ ვაგინებ ერთი პრუცინის დედაც და მამაც და მაგის ჯიშიც და ჯილაგიც. მაგას მაი ვისაც უყვარს მე არ ვიცი, მე ადამიანად არ მიმაჩნია, ვისაც პრუცინი უყვარს. ხოდა, ხო იცი, დღეს ერთს ვეუნები იქანე რუსები კი არა, იყვენ რა, კაროჩე მე ვუთხარი მაგას დავარქვი ახალი სახელი, მე ვუთხარი პრუცინი. რას ნიშნავსო პრუცინიო და ქართულად პრუცი არის მე ვუთხარი კული. მარა რანიერი კული იცი? უხმოროა ის სულია, მე ვუთხარი და დიდი ხმარო აქვს, მე ვუთხარი კულია. ხოდა პრუცი არის მე ვუთხარი მეжду უხმო და ხმიანის შორის როა, მე ვუთხარი ეგია პრუცი. მოხდა ნაცინებით CX-ა, იქანე ძლივს ესე იგი გადეირია კაცი. ხოდა დავარქვი პრუცინი მაგას. ხოდა იგი რა ქვია, არ მიყვარს მაგი კაცი ძულს, ხალხს კლავს, ანადგურებს ყველაფერს და რაფერ შევიყვარო მითხარით ერთი. მე უკრაინელი პასპორტი მაქვს, конечно, უკრაინეს მოქალაქე вар, მე, конечно. Само собой, брат. Я гражданин Украины, громадянин Украины, громадянин. Василь, Таубашаши, брат, Василь. Пио, შენ რაია გიგა რაია იცი მაგი მიცნობს მე მაგრამ მაგას ხო უნდა გააგონო მაგი და მე ვერ გავაგონე მაგი და რა ვქნა თუ არა მაგი კაცმა მაგისთვის არა ძნელი მაგის გადაწყვეტა გერმანია ორ დღეში ვიქნები გერმანიაში ორ დღეში ფოცხვერიები კი როგორ არა ბრატ კი ცხონებული ზურიკო იყო ფოცხვერია ლევიკოა ფოცხვერია ლევიკოსთან ერთად მოსკოვში ერთად ცხოვრობდით ბავშვები რო ვიყავით გასტინიცა რუსიაში და ბასეინში დავდიოდით ერთად და რა ვიცი თელი ამბავი ზურიკო მაშინ ვაფშე პატარა იყო ლევიკო ჩემზე უფროსია როგორ არ ვიცი ისე ლევიკო მაგარი ნაკითხი ბიჭია რო იცოდეთ მაგან სკოლა დაამთავრა მე მგონია მედალზე თუ არ ვწდები და მაგარი ნასწავლი ბიჭია მაგენს მამა ყავდნენ მაგარი კაცი იყო ჯემალი პოპხაძე მაგი იმის ქარხნის დირექტორი იყო თუ ფაბრიკის იმის რა ქვია ლავროვი ლისტ Как будет дамавиწყდა ქართულად ლავროვი ლისტ დაფნის კომბინატის დირექტორი იყო გონია თუ არ ვწდები ხაჭაპურს რას ვეძახი ბექა და ხაჭაპურს ვეძახი იმას რომ 20 წელია ვჭამდი მე და მევასწრებოდა ეგი იყო ხაჭაპური ხაჭო და პური გამოდის ხაჭაპური მაი ხაჭაპური რამდენი მქონდა იცი მოსკოვში რაც მე ბარიგები მყავს გარაგდებული დედასპიცა ვარ ვერ მოთulis იგი რამდენი მყავს იცი ბარიგები გარაგდებული დედას
რას უშობოდი იცი უზბეკებს ტაჯიკებს ჩიგნებს აზერბაიჯანელებს სიმონ იმის დედა ვატირე რუსებს რას უშობოდი იცი მაგენის მტერი ვიყავი მტერი აბა წამალში მაგაში ხაჭაპურში ფული რომ ეხადა ბიჭო ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდ მეუღლეც მყავს შვილიც მყავს შვილიშვილებიც მყავს მაგრამ მეუღლეს გაცილებული ვარ 2000 წლიდან 2003-დან ბიჭო გუშინ ვიდეოს უყურე სილარიენ კაფეში საქართველოში და ეკითხება ერთი შენ საიდან ხარ კაზანიდან შენ საიდან ხარ ვოლგოგრადიდან შენ საიდან პიტერიდან შენ საიდან იქიდან შენ საიდან აქიდან ყველა რუსები ვარ თუ აქანეო და იცინიენ სიმონ სილარიენ და кайფობენ აი ქართულ რესტორანში საქართველოში თბილისში სიმონ და ხო იცი რა სიძახიან რუსები საქართველო არის ჩვენი რესტორანიო ჩვენ ჩამოვდივართ ხაჭაპურის და ხინკლის საჭმელად და ღვინის დასალევად საქართველოშიო ეთი გამაჭიჭკია რას ქვია რესტორანი კი არა მაგის საქართველოში არ შემოუშვობდი რაფერ შემოუშვობდი იცი რუსი რო შემოდის საქართველოში უნდა შემოიტანოს $1000 შემოიტანოს კაზნაში იმაში რა ქვია საქართველოს იმაში კაზნა რაფერა ქართულად საერთოში საქართველოს საერთოში $1000 ჰოპ შემოდი გაჩერდი 2 კვირა დახარჯე ფული დავა გეთ ამოხვალ მეორეჯერ $1000 რუსებს ასე უზამდი და რაფერი რო შემევიდოდნენ შინით ვათქმევიებდი დიდება საქართველოს ვასწავლიდი დიდება საქართველოს ასე დღეს ჩავაგდებდი მაგენს გიორგი ახლა უკვე არა ძმაოსა და უკვე არ ვეკარები მე მაგას ბიუჯეტში შემოვატანიებდი 100%-იანი ხარ ბიუჯეტში შემოვატანიებდი ყველა რუს $1000 მობძანდი ბატონო ანტრე ბატონო 1-2 კვირით მერე გეთო გინდა კიდო ჩამოსვლა კიდო გადაიხადე ფული თურქეთში ადრე რაფერი იყო იცი რო ჩაფრინდებოდი $15 უნდა გარეგიხადა აეროპორტში და იმას გიტყავდნენ პეჩას გიტყავდნენ იმაზე ვიზაზე თუ რაცხაზე რა ვიცი ადრე დავფრინავდი თურქეთში დასასვენებლად ანტალიაში და იმაში ხო და ახლა უკვე არა მაიგონია მოხსნენ მაგი ხუჭა გაგიმარჯოს ვა ჩემ ძმებს ეზიდებს მოკითხვა სტეფან მომიკითხე ბრემენ ჩანი გიო ჟორჟიკ უკრაინელის ძვალი დეგესტო გულზე რასეთში აი უკრაინელებს რა გაგიფუჭენ რა გაგიფუჭენ უკრაინელებმა მითხარი ერთი აგერ ახლა ოღონდ აბასნოვანა თქვი только по сути რატო რა გაგიფუჭა უკრაინელმა Salami, brat. Jav, salami.
რა გაგიფუჭა უკრაინელმა ვერ ამბობს, ხო ხედავ ვერ წერს. იცით დღეს რომ მომწერა იმ ბიჭმა ჟანო მე რო რაცხა უწმაწურად ხო იცი რაცხა რომ მომწერა და იგი და რო გევეცი პასუხი მომწერა დღეს გრიშაო აი მაპატიო ძმაო და მიმიტევეო რა ბოდიშ გიხდიო ჩემი არასწორი ეს იმითო კომენტარი ითო და იზმაო მე ვუთხარი რაზეა საუბარი გეიხარე უფალი გფარავდეს კაცმა მიხვდა მის არასწორ მოქმედებას და მომწერა ახლა როგორ არ უნდა ამ კაცს როგორ არ ვაპატიო როგორ არ მიუტევო და როგორ არ გაუწიო ხელი ხო არ იქნება სწორი ჩემს მიმართ ამიტომ კი ძმაო მე ვუთხარი რაზეა საუბარი თუ კი მე რაიმე გაწყენიე მეც ახლა მაგდენი არ მიმიწერია მაგრამ აგერ ვამბობ თუ კი რაიმე გაწყენიე მიმიტევე ძმაო მეც და Мир, закопали топор войны. ჯორჯ გოგიშვილი 100%-იანი ხარ. არადა არც ერთი არ იტყვის მაგენი. სიმონ ისე ეშინიენ პრუცინის. იმ პრუცინის ისე ეშინიენ არც ერთი არ იტყვის მაგას, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა. მე ვამბობ მაგას, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველო, დონბასი და ყირიმი არის უკრაინა და იყო, არის და იქნება. საქართველოც, აფხაზეთიც და სამაჩაბლოც იყო, არის და იქნება. იცოდეთ ეს, იცოდეთ. დეკა, კაცი ჰუმანური უნდა იყო ცხოვრებაში. თუ არ გაგაჩნია если у тебя нет гуманности, это очень тяжело. Человек, у которого нет гуманизма, и он нелояльный, это жалко такого человека. Я сочувствую такому человеку, у кого нету, кто не умеет, брат, любить, кто не умеет сочувствовать, кто не умеет как-то человеку быть, вот к человеку быть лояльным, это человек, мне его жалко. უკრაინა დღესდღეობით ომობს მთელი ევროპის მაგივრად, საქართველოს მაგივრად, სომხების მაგივრად და ბარეორის მაგივრად უკრაინა ომობს. აგი იცოდეთ. და უკრაინელები დღეს იმისთანა მეომრები გახდნენ და იმისთანა ბიჭები ყავენ და იმისთანა ვაშკაცები და იმისთანა ბაევიკები არიან, აი დამიჯერეთ, აი გამიხსენებთ. მე უკრაინის ჯარი გახდება ერთადერთი ყველაზე ძლიერი ჯარი ევროპის კონტინენტზე. აი დამიჯერეთ მე. მაგენმა ახლა დრონები გააკეთენ 5000 კილომეტრზე აფრინდება, ასე და 400-500 კილომეტრი აქვს სიჩქარე. დედას პიცავა რაშობა, იცი? კაროჩე დრონებია, ესეთი დრონია. სიმონ უკვე ანახებენ, არ მალავენ უკვე. ხო? იმგენს ყრის, რა ქვია? ახლა იმას ვერ ეწევა ბალისტიკას, მაგრამ იმას კაბები როა, რაკეტები როა, კაბები იგენს აგდებს. გეიგე? შახიდებს. წუხელ ახლა დაგუბომბენ საზიზღრად. 360 ცალი იყო. შახიდი, რაკეტა, იგი 8 თუ 10 ბალისტიკა იყო ისკანდერი. ჩამოყარენ სულ ყველა. 2 კი არ ჩამოვარდა, რო ააფეთკენ ჰაერში, ნამსხურევები ჩამოვარდა და იგი რო ვარდება, ხო მაინც გლიჯავს იქაურობას, გეიგე? ღმერთმან უკრას. ხო და შახიდები, ზოგიერთი შახიდი სახს დეეტაკა და ეგი, გეიგე? მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ჩამოუყარენ, სიმონ. ვაფშე ყველაფერი ჩამოუყარენ.
რაფერ იცით პრუცინი არის გადარევას, მაგრამ პრუცინს სიმართლეს ალბათ არ უყობიან. იგენი რო ყავს, მაგას აი ლოთი ალკოგოლიკი გენერლები. რო დედაუტირენ თელი ჯარს, გაყიდენ თელი ჯარი და თელი ჯარი ვოდკაში გაცვალენ. მე ძმაო შემიძლია ესპანური ძდევით რიო და ამერიკულიც. პროსტა არ მინდა მე პროსტა საქართველოს საბუთით ჩამოვედი, უკრაინის საბუთით ჩამოვედი, მაგრამ მინდა ქართული პირადობა გავაკეთო. გაიგეთ? ხო და თორემ მე კიდევ სხვა შემიძლია გავაკეთო. სერპუხოვში შევედი 98-ში იანვარში. კარგი ისტორიები იყო, შეგეხმიანები. რევას მე 97 ვიჯექი სერპუხოვში. 7-6 ვიჯექი ბალნიჩკაზე. ვიჯექით მე იგი რა ქვია კუზნეჩიკა, საშა კუზნეჩიკა, მефოდი იყო ეგეთი ის რა ქვია პადოლსკელი ბანდიტი იყო, ერთი მефოდი მაგარი ტიპი იყო, სიმონ 2 მეტრიანი ტიპი იყო, სიმონ იგი იყო კლასიკური ჭიდაობის იგი იყო, გეგე ხო მაგი სიმონ მერე კიდო ვინიშდა ერთად ვიჯექი ჩვენ 4 კაცი, მერე კუჩერა ისდა, კუჩერა ბალაშიხელი და ვიყავით სიმონ და 4 ვიყავით ჩვენ და 2 იგი ყავდა რა ქვია, ერთი დამლაგებელი, ერთი საჭმელების გამკეთებელი. ხო და ბალნიცაზე. მაგრად სიმონ, მე სერპუხოვის ციხიდან მე ტულაში გამიშვენ, მაგიდან დარჩენილი მქონდა 2 კვირა სვაბოდამდე და ტულაში გამიშვენ და გამთავისუფლდი ტულიდან 41 კვადრატიდან. სერპუხოვში მე ყველა მიცნობს, იქანე სერპუხოველები, ვინც იყო იმ დროს და до 2010 года სერპუხოვში ვინც იყო, ყველა მიცნობს. ცხონებული კასტილა ცოცხალი რო იყო. კოსტიე სიმონ ჩამოვდიოდი მე და ვნახულობდი და მაქანე ზახარასთანაც ჩამოვდიოდი და რა ვიცი ბრატ, ბევრს ვიცნობ მაქანა. კოჩა, ეს უკვე ხტება, ბრატ, ეს უკვე არის, უკვე ამარცხებს. პროსტო ახლა წარმოიდგინე, ეს ბევრი არიან ძმაო, ბევრი. გაიხარე, ბრატ, გაიხარე ამირანდოლიძე, გაიხარე ჩემო ძმაო. Конечно, აგენი ბიჭო, მომავალს ანადგურებენ. პრუცინი, ჩtildeოეთი კორეის იგი, ირანის და ეგენი არიან პროჭები სიმონ. მაგენი ანადგურებენ მომავალს. იგიც მაგარი იგია, თეთრთმიანი როა იმაში, რა ქვია, ამერიკაში იგიც მაგარი სირიკუა, ბალანჩივაძე, просто მილიარდერია, მაგის დედავატირე და იმდენი ფული აქვს და იმდენი იგი აქვს. ამერიკაში ძალიან ნიდავოლნია ხალხი, მაგით ძალიან ნიდავოლნია, ბრატ. ძალიან. მაგას დედა ეტირება. მაგას იმპიჩმენტს თუ არ გაუკეთებენ, მაგის დალში ვერ წავა, მაგას რომ მოხსნიან, მაგი შეიძლება დეიჭიროსკენ. მაგან იმის თანაყლეობები აკეთა სიმონ. რაკნა ეს ირანს დაარტყა, რატო დაარტყა? ვაფშე აზრე ხარ, თქვენ რატო დაარტყა ირანს? ბევრს ხო გონია რომ ვითომ ნავთობიზა და ვითომ რაცხა იმიზა. მაგანე სხვა თავებია დამარხული. ერთმა კაცმა მომიყვა სიმონ გავგიჟდი კინაღამ გავაფრინე. ირანი
არის უძველესი ცივილიზაცია, უძველესი. და ირანში მიწის ქვეშ ბევრი რაღაცა. გაიყარე თორნიკე, დიდი მადლობა ბრატ, დიდი მადლობა. ბალუ სპასიბა. რეზო მამასახლისი. არ ვიცი გეორგი, არ ვიცი ბრატ, შეიძლება კი ვიცნობ, რო შევხედო სახეზე შეიძლება კი ვიცნობ. რუსები რას უშვებიან იცი მისი ჯარისკაცებს? უშვათ მისი ჯარისკაც. მაქანი ახლა გაყრილი ვინას საუბრად და წინ ვის უშვებენ გეტყვით. რაც სიმონ უპატრონოა. რაც სიმონ ეს ბოდიშიდან ზონებიდან ეს შნირები, პიდარასტები სიმონ ეს რა ქვია ზავხოზები, დნევალნები და ეს მთელი შერსტი რაცა კომენდანტები და ეს ყველა წამევიდა კონტრაქტები, ყველა მოაწერა, იმიტომ ვითომ ფულს აძლევს. გეგე 2 მილიონი ნახევარს აძლევს კონტრაქტზე, მაგრამ არ აძლევს მაი ფულს. რა შობა მე გეტყვით აგერ. მე დედასპიცა ვარ, მირეკავს რამოდენიმე ადამიანი ერთხელ დამირეკა აგერ ახლა ერთმა და მეუნება მეო ასე ვხედავ ბიჭო ნომერია რუსულ სად მეო ვომოფო გეიგე რუსეთის მხარესო მარაო მე არ გამოვდივარო პერედოქსიო და ვიმალებიო საცხო არ მინდაო კაც რო ვესროლო გეიგე და რო დამთავრდება ომიო მომეხმარეო გეიგე რო უფროს ძმებთან მივიდე და ავხსნაო რო არ მისროლია კაცზე არავიზე და არ მომიკლიაო და იმიტომ წამოვედი აქო რო 14 მქონდა სროკიო სიმონ და ვერ ვკაჩავდიო გეიგე მე უთხარი მაგი არ გიშველი შენ მე უთხარი მაგრამ მაინც მალადეც რო არ სროლავ ახლა მაგის სიტყვებიდან არ სროლავ მე უთხარი არ ესროულები კაც ფულის გულიზა არ კლავ მაგენი ბიჭო ყველა წამევიდა ფულის გულიზა ხალხის მოსაკლავად. ახლა კაცი რო ფულის გულიზა კაც მოკლავს დათათუთაშხია საქმე თქვამი. შენო იმიტომ ხარ მოსაკლავიო განა მე რომ ესროლეო. არა. შენო იმიტომ ხარ მოსაკლავიო რო ფულის გულიზა კაცის მოკლა შეგიძლიაო. გაიგე? აი ეს სიტყვები ეს ხო დათათუთაშხიას ნათქვამია. ეს ხო არა მოტანილი საცხეიდან. ეს სიტყვები ხო იყო ესეთი რაღაცა. ჭეშმარიტად აღსდგა ბრატ, ჭეშმარიტად. ხოდა ვასოს თუ იცნობ კოტრიკაძეს. კოტრიკაძე ვატილიტო? ხოდა იგი რა ქვია? მაგენი ყველა წამევიდა ფულის გულის და ხალხის მოსაკლავად. გეიგე? თორემ მაგენმა დაჟე არ იციან უკრაინელები ბევრმა ვაფშე არ იცის. просто პროპაგანდაა გაშვებული რომ ბანდერა და იგი და ზელენსკი ასეთია, ზელენსკი ისეთია. პროპაგანდა. და მეტი და ფულს აძლევენ ვითომ 2 მილიონი ნახევარი. არ აძლევენ. რა შობიან შეხედე. ხომოაძერა კონტრაქტი, მიცენ კარტა. დაურიცხენ 200 ტიშია 300 ტიში. და ეუბნებიან წადი და იქ ჩაშში და დანარჩენს იქ. ამევიდა ჩაში. გოუშვენ პერედოქსზე. დეიბრიდა. აი კარტა და იმას ყველაფერს ართმევენ, აი კამანდირები და იგენ და უნახავ, იქანი აქვენ შენახული. ხოდა იბრიდა, პრაპალ ბეზვესტი. აი ფული დარიცხულია თვითონ გაყობენ. იმას ნახევარი, შეიდვენ ჯიბეში. ამას შობიან იქანე რუსები. მერე თუ კი უკან დაბრუნდა ვინმე შეშინდა და მობრუნდა, აგენია ჟუმინცი გაატიტულებენ ბიჭო კაც სამთარია, საფხულია, პოხუი და ხეზე ასე ცელოფნით აკრავენ, გეიგე ტრუსიკში, სიმონ. ან მიწაში, ამოთხილ მიწაში ჩააგდებენ, სიმონ და ასე უყრიან პურს ციცილებით, გეიგე და ასე იჭერენ, იგენი და მაინც იგენი ხო ადამიანები არაა, სიმონ, წამხტარი აქვენ ადამიანის იერი. კაროჩი ნაფშოს პასობნები, გეიგე დააფსი თავზე,
მეისობს ხელს და დალშე წავა. დააჯვითავს და მეისობს ხელს და დალშე წავა. ამისანა ჯიშია მაგი, უმეტესობა. მე დედა ნახევრად რუსი მყავს. მაგრამ დედა ჩემი მეუნებოდა, დედა მაგენი არიან ღორებიო. და მიკვირდა ამას რომ მეუნებოდა ადრე დედა ჩემი. ეიგეთ ბევრი არიცის ქართველმა ხალხმა, ბევრი არიცის ვინაა რუსი. თქვენ მაგანე უყურებთ რუსებს, ფულიანი რუსები რო გამეიქცენ, მოსკოვებიდან და პიტერებიდან და იგინა და მაგანე ჩამოსული არიან და ფულები ჩადვენ საქმეებში. ჯერე ბიჭო მაგენის გულიზა რო ჩამევიდენ მაგენმა, იმ ხელაფასები დაიწყენ ბინებში გარახტა საწყალი სტუდენტები ქუჩაში დარჩენ მაგენის გულიზა. იმიტომ სტუდენტს არ ქონდა $1000 გარახტა და აღა ბინის პატრონს კანეშნა ფეხებზე არ კიდია არი აგერ ჩამოვიდა რუსი და იხდის $1000 თვეში რატო არ მიაქირაებს ხო ყველას ფული შონა უნდა და მაგენმა გაზარდენ ფასები ბინების მაგენმა გაზარდენ ფასები მანქანების მაგენმა გაზარდენ ფასები პროდუქტზე მაგენმა დედა უტირენ საქართველოს თუ გინეს სიმართლე მაგრამ ამის გაგონება არ უნდა ბევრს даже ქართველებს არ უნდა ამის გაგონება იმიტომ რუსებიდან მაყუთობენ კი ბატონო იმაყუთე შენ მაგრამ სიმართლე ხო უნდა იცოდე ჩემი დღე დამოსწრება რუსებიდან მაყუთობდი ჩემი დღე დამოსწრება რაც მე მაგენი მყავს დაძარცული და რაც მე მაგენზე ფულები მაქვს მოპარული დედას პიცა ვარ ღმერთმა შემარგოს კიდო მოუპარავდი ორი მაგდენს, რომ კონდეს მაგის საშუალება. იმენა მაგენს. ხოდა არიციან ბევრ მაგ, ვინც იცის? ხუჭავს თვალს, იმიტომ ფულს აკეთებს და სულ ფეხებზე კიდია, ან რო თქვა საქართველოში რაიმე გადახრილად რუსებზე შეიძლება პრობლემა შეემქნეს. დაალაიქეთ, ჩემო ტკბილებო, დაალაიქეთ, ჩემო ძმებო, დებო, დაალაიქეთ. ნუგეზარებინ ასე პროსტა ტუნ და ლაიქები წამოვა და მაგი საჭიროა პრიმო ეფირზე. ამიტომ მე ვიცი მაგენი რა დღეს ის ჩეჩნები როა ვითომ ჩეჩნები ის იქით რო არიან იგენი არ არიან ჩეჩნები ნაღდი ჩეჩნები ყველა ევროპაშია და ყველა უკრაინის მხარესა იგენი არიან კადიროველები და ნაღდი ჩეჩნები დაბრუნდება მაგანა ბიჭო ჩეჩენმა კაცმა რაფე უნდა დაივიწყო რა გიქნა რუსმა 92-94-ში რას უშვებოდნენ 99-ში მე ვიჯექი და 99-ში რაც ჩეჩენი დაიჭირენ სიმონ ყველას ჩოუდვენ გექსაგენი ან იარაღი ან ტყვია არ ქონდა 95% არ ქონდა ჯიბეში არაფერი მაგრამ აჯენდეთ ქართველებს მაშინ უდობდნენ წამალს ჯიბეში ჩეჩნებს უდობდნენ ტყვია იმას რა ქვია გექსაგენს რაც მოსკოვში და რუსეთში ააფეთქენ 99-ში სახლები სულ რუსეთის სპეცსლუჟბიმ გააკეთა მაგი სპეცსამსახურმა გააკეთა მაგი რავა ჩეჩნებმა ააფეთქენ ტყული არა მაგი ტყულია მაგი ააფეთქა პუტინის ხალხმა რომ პუტინი მომჟდარი იყო კარგად პრეზიდენტად და რუცინმა ისე გააკეთა რომ დააფეთა ეხალხი სიმონ არიქა ჩვენ მტერი ყავს ჩეჩნები და აგერ ვარ მე და დავაი და ეს ყლეთავა ხალხი დეიჯერა გეიგეთ ვინც არიცით და ვინც იცით და ყლაპავთ ამას ყველაფერს და მაინც იძახით რომ კაიაო თქვენი ასია ბაბა საქმე ასია რაც შეპირდა მის ხალხს ბიჭო ერთი რაღაცა მაინ კაცი 26 წელია სიმონ მთავრობაშია და 26 წელია სიმონ გადაყუნული ყავს რუსები სიმონ რა
გაანადგურა და მაინც უყვარლარიან სიმონ. სტალინი შტერი კი არ იყო აგენ სიმონ დედას რო უტყნავდა. სტალინი ჭკვიანი კაცი იყო და ტვინიანი კაცი იყო და აკეთებდა სწორად. პროსტო სტალინი მოწამლენ. უკვე დაბერდა, იგი უკვე შოდა გდეტა და იმიტომ პრედატელები ყავდა ბევრი გვერდით. გაიგე? რაც სახლები აფეთქდა. ჩვენ მე და ოტოიე ცხოვრობდით იმ სახლში, იმაზე რა ქვია, პეჩატნიკებში, რომელიც სახლიც ააფეთქენ, ჩვენ მაქედან წასულები ვიყავით, რომელიც სახლიც ააფეთქენ. 94-ში, 15-ში იქანებ ცხოვრობდით ჩვენ, მე და ოტოიე იმ ბინაში. ჩვენ პირველ პადიეში ვცხოვრობდით, აგენმა შუაში ააფეთქენ. სიმონ სახლი გეიპო შუაში და 3 პადიეზდი სახლი დეიმარხა და ქვეყანა ხალხი დაწყვიტენ. ქვეყანა. აქ იქნა პრუცინმა და მისმა სპეცსამსახურმა. ახლა სიმართლე თუ გინდენ, სიმართლე ეს არის. და სიმართლე თუ არ გინდენ და თვალები ეიხვიოთ და იძახოთ. აიაო, ღმერთმა მოგახმარონ. რა იქნა ახლა? ბოდიში ერთი წუთით. ღმერთო, საქართველო ისე აყვავდებოდეს და ისეთი კაცი მევიდოდეს მთავრობაში საქართველოში, რომელსაც საქართველო უყვარს, ქართველი ხალხი უყვარს და ქართველი ხალხს მოეხმარება, გამოახედებს იმენა თვალში. აი ღმერთო, იმისთანა კაცი მოვიდოდეს საქართველოში და მერე ისე დამდგარიყოს ქართველი ადამიანის ცხოვრება, ყველა ქართველისი სიმონ, ყველა ქართველისი, რომ რუსი ჩამოდიოდეს საქართველოში შავ მუშად სამუშაოდ. აი ღმერთო, აი ასე იყოს, ასე გახდებოდეს საქართველოში. რომ რუსი ჩამოდიოდეს შავ მუშად სამუშაოდ. მაგენს მაგი მალე მეელის. შეხედეთ აგერ, მალე. მაგენი უნდა გაყარო ბიჭო ჩაიში სამუშაოდ. რუსები უნდა ჩამეიყვანო და ჩაის პლანტაციები აღორძინო, ლიმონის პლანტაციები, მანდარინის, აპელსინის, მოაყვანიო თხილი და უნდა ამუშავო იქანე. გეიგე ვირივით რო იმუშავონ იქანე და მიცე მერე ფული და ისე უნდა გადოუხადო, რაფერაც მაგენი უხდიან ქართველ გაჭირებულ ხალხს რუსეთში. ქართველი გაჭირებული ხალხი რუსეთში მუშაობენ, ყველა კი არა მილიონერი განე. ვინმე არ მოგატყულოსკენ. ჩამოდიან საქართველოში მოსკოვიდან და რუსეთებიდან და პროსტო პანტაობენ, რომ არიქა ჩვენ ასე ვართ და ჩვენ ისე ვართ მოსკოვში. წელებზე ფეხებს იდგავდნენ, ბიჭო, რო რაცხა ეშონენ, ფული და ფეხზე დამდგარიყვენ. წელებზე ფეხებს იდგავდნენ. მამაჩემი რა არ მუშაობდა მოსკოვში, არ ვიცი. მამაჩემი მხატვარი კაცი რემონტებს აკეთებდა ბაითებში იქანე. აღა მისი ბრიგადა ყავდა მაგას და მისი იგი ყავდა და მაგარი მხატვრები და ეგენი და მაგარ ბაითებს აკეთებდნენ. მაგრამ რაფერ მუშაობდა მამაჩემი დილიდან საღამომდე ობიექტებზე იყო. ხო და მე ნანახი მაქვს იქანე ჩვენი ხალხი რაფერ მუშაობს და რა დღეშია. ამიტომ გასაგებია ახლა მუშაობა სირცხვილი არაა და შრომა არაა სირცხვილი. სირცხვილია ფული რო არ გაქვს ჯიბეში.
არ მე ვიცი ეგენი რაცა გოთვერნები არიან ვიცი ბრატ ვიცი მაგრამ აქანაკე მაინც იგი შეიძლება რომ შენ რაღაცა თქვა და შენი აზრი გამოთქვა და აქ მაინც ისია თუ ასია ეს რუსეთი არაა და ტროტუარებზე რო იჭერენ ხალხს მე გეტყვი აგერ შენ მე ველაპარაკე სიმონ ტეცეკაშნიკი იყო ერთი და ველაპარაკე იმას პროსტო და მეუთხარი რატო შობით ასეთი რაღაცეებს მეუთხარი და კაროჩეო გეტყვი აგერო მივედით კაცთანო ხო ვეუნებით გვანახე საბუთი ადგა და გაგვირბისო მე ვიჭერთ იმას ვეწევით ვიჭერთ და ტყდება თელი ამბავიო და ჩვეულებრივად გვანახოს საბუთი გამოუწერთო იმასო რა ქვიაო პავესკას ვაენკამატში და დავალთო მაგრამ გარბიენო და უმეტესობა არის ძებნაში იმ რა ქვია იმას ზეპერიო თუ ჯანდაბას რო უძახიან საქართველოში არ ვიცი ბრატ მე რა ხდება ახლა და ვერ ვიტყვი ახლა გეიგე რო ვთქვა და არასწორად ვთქვა მეტყვიენ რას ლაპარაკობო რაც არიციო გეიგე ხო და ამიტომ ბრატ ახლა საქართველოში უფრო ქართველი ხალხი მიყვება მე ვისთანაც მეგობრობ ახლა მე 55,000 მეგობარი გამიხდა დღეს ყველას შემოგევლეთ გულში და სულში დიდი მადლობა ყველას ვისაც გაქვთ გამოწერილი ჩემი აკაუნტი და ხართ ფოლოვერები იმენა ჩემი აკაუნტის მეგობრები კი არა ფოლოვერები აი ყველას გენაცვალეთ და ვინც მეგობრები ხართ პროსტო მეგობრები ხო დაიბლოკება თქვენი აკაუნტები ცოტა ხანში იმიტომ რომ იქ 5,000-ზე მეტი არ შეიძლება მეგობარი და ამიტომ ყველას ვეუბნები გამოიწერეთ გახდით ფოლოვერები გთხოვთ ეს არის ყველაზე ადვილი იღებ ჩვეულებრივად ტელეფონს ხო გახსენი ის Facebook-ი ხო გახსენი გახსენი Facebook-ი არის ჩემი აკაუნტი ხო ჩემი აკაუნტი ოტიკო ტევზი ხო აგერ წერია ვიპატპისანი ხედავთ ვიპატპისანი ლურჯი კი არა მეორე ვიპატპისანი აი აქ წერია პატპიშიტეს და დააჭერ ხელს და გახდები ფოლოვერი всё ეს არის წამის ამბავი და ლაიქის დარტყმა პროსტო დაარტყი გულს და დამთავრდა ბაზარი მეც კი არაფერს არ ვთხოვ ხალხს მე დღეს ყოფილა საწყალი ბოკუნიეს დაბადების დღე ბოკუნიე გეგეშიძეს ვინც კი იცნობს მიულოცოთ ცხონებულს მაგარი ბიჭი იყო ბოკუნიე პადელნიკი იყო ჩემი მიულოცოთ იმიერში დაბადების დღე და რა ვიცი თუ კი რაცა იქ ყველაფერი კაი ქონოდეს მას 64-ში ბოკუნიას მადლობა ლევან მადლობა გაიხარე იცოცხლე ბარაბაძე რაჟა დიდი მადლობა ბრატ დიდი მადლობა მე ასე ყოველ მეორე დღეს გამოვალ პირდაპირ ეთერში ხვალ მე მივდივარ ევროპაში და ევროპიდან გამოვალ პირდაპირ ეთერებში შეგახედებთ სავიქნები თქვენზე არის დამოკიდებული ჩემი ვიდეოროლიკები რო გამოდის რო შეხედოთ და დაალაიქოთ და კომენტარი გააკეთოთ პროსტო გული რო დაადოთ და გამოაგზავნოთ ისიც კომენტარიაში ითვლება რაც უფრო მეტი კომენტარი იქნება მით უფრო ვიდეოს ექნება პრასმოტრი რაც უფრო მეტი ნახვა ექნება ჩემ ვიდეოს ჩემთვის მით უფრო კარგია აღა მე არ დავიწყებ აქ ვაიმე კი რაღაცა 2 კაპიკი მოდის Facebook-იდან მაგრამ ეს შედარებით არის კაპიკები აღა მე რომ მყავდეს აღა 200 და 300 და 400,000 გამომწერი მესმის მაგრამ მე მყავს 55,000 გამომწერი და ყველი არის ჩემი ყველა ალალად გამოწერილი ალალად ძმაკაცები ალალად მეგობრები დამატებული და ჩამატებული არ მყავს არც ერთი
ნათელში იყოს მისი სული ნათელში კი ბრატ ბოკუნიე მაგარი იყო მე და ბოკუნიე ციხეზე რო შევედით ქუთაისის ციხეზე კამერის მაყურებლად ახლა თავღიასთან მე ძმაკაცობდი კახაიასთან აცხონოს უფალმა პეწო იცნობდა ჩემს სიმაურს და ჩემ ოჯახს იცნობდა და მეც ვიცნობდი პეწოს ასე ცოტაშო მერე და მერე უფრო გავიცაინ და დამეგობრდი მერე მოსკოვში იყო პეწო და მერე ხო დაჟე მე და თავღიამ დავხვდით ერთხელ აეროპორტში რო ჩამოფრინდა მურაშკა კიდო ცხონებული ძმაკაცობდა და რა ვიცი იქანე კარგად ვიყავით ჩვენ კოხტად სიმონ მე და ბოკუნიე და ბოკუნიე კამერის მაყურებელი იყო იქანე მაგრამ ბოკუნიე სიმონ ბაღანე იყო შედარებით 18 წლის არ იყო და ბოკუნია მე იყო მის თავზე რო მეო და მე ხო უფროსი ვიყავი და მე სტატიას მლეწავდნენ მალალეტკის ჩათრევა პრესტუპლენიაში და ბოკუნია მე იყო მის თავზე ბოკუნიას მიცენ 2 წელი პირობითი და მე მომცენ 3 წელი ქიმია გამევედი და დავკარი ფეხი და გავრეკე მოსკოვში სრაზ მამაჩემა იჩალიჩა იქანე გააკეთა ყველაფერი ფრანციაში რო ჩავალ ერთი მყავს ბორდოში სანახავი გაიხარე ლაშა გაიხარე взаимно брат взаимно რავი ნახოთ არ ვიცი სად გერმანიაში წავალ აუცილებლად ეს აუცილებელია პოლონეთში და რუმინეთი პოლონეთი გერმანია ჩეხიაში შევიარო კიდო შეიძლება პრაღაში ჩემი ძმა მე რომ სტაცოს ვიმე მხელი მე მაგის საწინააღმდეგო რაღაცა სულ თან მე არ ვასტაციებ ასე ყლეურად ხელს მასე არ დავდივარ მე პირდაღებული დამიჯერე მაგენი კი სპეცსამსახურები კი არიან კარგმოტყუნლები მაგრამ არანაკლები ტვინი მაქვს მეც მასე არ დავაჩაგრიებ თავს პროსტო და მერე ისე უკნიენ ჩემი თავი ასე ტრუბაში доუხვევიან და ტრაქში ითხაროსკენ ჩემი ტანი და თავი და ჩემიანად მთლიანად რომ მოვკვდები ცოცხალი არ ვიქნები ჩემი ვიდეოები ხო დარჩება ჩემი ნალაპარაკები ხო დარჩება მაგას რას უზავენ კაი მე მომკლავენ კაი მაგრამ ჩემი ნალაპარაკები ხო დარჩება და ჩემი ვიდეოები ამას რას უზავენ ავტობუსით მე უკრაინის მოქალაქე ვარ გრომოდიანინ უკრაინი აი დაბა თქვენ შემოგივლეთ ახლა ღმერთმა დაგლოცონ უფლისწყალობა არ მოკლებოდენ ქრისტე აღდგა წავალ ახლა გევიარ პატარა ჰაერზე თორა ცოტა რაცხა თავი ამტკივდა უნდა გევიარო საღამოობით დავდივარ 1-3 კილომეტრი მაგრამ ლაკი არა სახში წევიდა ლაკი დასასვენებლად ცოლოურში გოუშვი და აბა თქვენ იცით тихого вечера и тихой ночи желаю Украине. Украина переможет. Слава Украине, слава Грузии. Слава героям, დიდება გმირებს. Самособой
ყველა მუჟიკს პატიოსანს გენაცვალეთ სულში, ყველა პატიოსან კაცს გეხუტუნეთ სულში და სიცოცხლე ქურდებს. გეიხარეთ ბიჭებო და გოგოებო.